აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექ აღვაჩლიანმა დეპუტატების მიერ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დასმული კითხვები როგორც განათლების, ასევე კულტურის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის სამინისტროს დაქვემდებარებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების ეფექტიანობას, ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაფინანსებას, აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას. სხდომაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის სპორტული და სახელოვნებო გაერთიანებების მხარდაჭერის საკითხებზე. დეპუტატებმა გამოთქვეს რეკომენდაციები და წინადადებები 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სხვადასხვა პროგრამების გათვალისწინებისა და სამინისტროს მომდევნო საქმიანობის მიმართულებით. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე, დავისახეთ სამომავლო მიზნები, ასევე ვისაუბრეთ სამინისტროს ხოლგის ქვეშ მიერ არსებულ სიპებსა და აიბების საკითხებზე. ძალზედ მნიშვნელოვანია მათთან კოორდინირებული კომუნიკაცია, რათა სამომავლოდ როგორც მთავრობის, ასევე სამინისტროს ეფექტური მუშაობის შესახებ იყოს ცნობილი. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ სამინისტრო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კარგად მუშაობს, დასმულ კითხვებზე იყო მართლა ამომწურავი პასუხი გაცემული, მაგრამ ამავე დროს არის ცალკეული პრობლემები, კონკრეტული საკითხები, რომლებიც საჭიროებენ მეტ ყურადღებას და აი ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული რეკომენდაციები გაცემული.